მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ 14 ივლისის ახალმთვარეობაზე კითხვების ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ნათობებს შეერთება ექნებათ რეტრო მერკურისთან და ეს ახალმთვარეობა იმოძრავებს 22 გრადუსზე, თბილისის დროით 13 საათზე და 44 წუთზე. და რა ტენდენციებს წამოწევს ეს ახალმთვარეობა, ეს იქნება რაღაც ძველი კარის დახურვა, სანამ ახალ კარს გავხსნით. შეიძლება ზოგიერთთან დაბრუნდნენ ძველი ადამიანები, ძველი ურთიერთობები აღდგეს, ასევე შეიძლება გადაიხედოს რაღაცა მნიშვნელოვანი ოჯახური საუბრები, ძალიან კარგი დროა შერიგებისთვის, პატიებისთვის, ოჯახთან გულწრფელი დიალოგისთვის, ასევე მომავლის გეგმების გადახედვისთვის და რაღაცა იდეების დასახვისთვის. ახალმთვარეობა გვეუბნება ამ პერიოდში, რომ აქ ახალს არაფერს არ ვიწყებთ მიუხედავად იმისა, ახალმთვარეობა გვაქვს, რადგან აქ რეტრო მერკური არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჯერ ახალი დავიწყოთ. პირველ რიგში მოვაწესრიგოთ ძველი, დავასრულოთ ძველი და მერე შეგვიძლია, როდესაც უკვე რეტრო მერკური დაიწყებს სწორ სვლას, ჩვენი იდეები, რომელიც გავაჟღერეთ, ეს აუცილებლად შემდეგში დავგეგმოთ და ახალი საინტერესო პროექტებისთვის, იდეებისთვის, საქმეებისთვის მივიღოთ შემდეგში გადაწყვეტილება. რაც შეეხება 14 ივლისის ახალმთვარეობა კითხვების ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც 22 გრადუსზე მოძრაობს, აქ შეიძლება ძლიერად იმოქმედოს იმ ადამიანებზე, რომელსაც ნატალურ რუკაში გყავთ ახლო გრადუსებთან მნიშვნელოვანი პლანეტები და ასევე ასცენდენტი და განსაკუთრებით ყურადღება აქ მართებთ, როგორებიც არიან კარდინალური ნიშნები, კირჩხიბები, თხიზრქები, ვერძები და სასწორები, ვისაც 19-დან 25 გრადუსამდე გყავთ მნიშვნელოვანი პლანეტები. როგორი იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებს ეს ახალმთვარეობის ენერგიები ჩავში, პირველ რიგში ვერძის ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება თქვენთან, ეს ახალმთვარეობა შეეხება თქვენს ოჯახურ საკითხებს, თქვენთან აქ კვადრატით გადის, ამიტომ აქ სიფრთხილე იქნება საჭირო, აქ იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ ამ პერიოდში, რომელიც უშუალოდ შეეხება ოჯახურ საკითხებს. კარგია იმისთვის, რომ დაიწყოთ რაღაც რემონტი, განახლებები რაღაცა თემების, ამ პერიოდში ეცადეთ მიიღებთ ემოციურ ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან გააქტიურდება აქ უფრო კომუნიკაციის თემები, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, სწავლათან, მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები, ან შეიძლება მიიღოთ რაღაცა მნიშვნელოვანი ზარი, რომელიც იყო წარსულიდან და ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღებით გადახედეთ აუცილებლად საბუთებს და ხელშეკრულებებს. აქ კარგი დროა იმისთვის, რომ თქვენი ძველი იდეები, ან სწავლა, ან მოგზაურობა ეს გააცოცხლოთ. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან ფინანსური საკითხები იქნება აქტუალური, მთავარი თემა იქნება ეს. შესაძლებელია გადაიხედოს თქვენს შემოსავლებზე, ხარჯებზე, ფინანსურ ვალდებულებებზე. შეიძლება დაგიბრუნდეთ ზოგიერთ თქვენგანს ძველი კლიენტი ან შემოსავლის ძველი წყარო განახლდეს. აქ აუცილებლად მოერიდეთ სპონტანურ შესყიდვებს. რაც შეეხება კითხვების ზოდიაქოს ნიშანს, ეს თქვენი ახალმთვარეობა და აქ რაღაცა ახალი ციკლის დაწყებისთვის ძველი ციკლის დასრულების პერიოდია. შეეცადეთ თქვენი მიზნები, თქვენი დამოკიდებულება და თქვენი შესაძლებლობები ადამიანებთან, საკუთარ თავთან გამოიყენოთ, როდესაც რეტრო მერკური დასრულდება. შემდეგ კი ახალი მიმართულებით გადადგით ნაბიჯები და ისიამოვნეთ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან აქ დასვენების პერიოდია, შინაგანი განთავისუფლების, გაწმენდის, წარსულის თემებიდან, რომელიც ხელს გიშლის და რომელიც დაუსრულებელია. ეცადეთ ეს პერიოდი ტოქსიკური ადამიანებისგანაც განთავისუფლდეთ, აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ
ჯანმრთელობას. ქალწულებისთვის აქ აქტუალური ხდება მეგობრები, კოლექტივი, სამომავლო გეგმების სფერო. შეიძლება ზოგიერთთან აღდგეს აქ ძველი თანამშრომლობა ან ძველი მეგობრული კავშირები, ან კარგი დროა პროექტების გასაგრძელებლად და რაღაცის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, აქ შეეხება თქვენს კარიერასა და პროფესიულ თემებს, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაცა დასასრულის ფონზე. შეიძლება აქ დაბრუნდეთ ზოგიერთი თქვენგანი ძველ სამსახურში, ან შეთავაზება მიიღოთ ხელმძღვანელებისაგან, ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები და გადაწყვეტილებები მოგიწევთ ზოგიერთ თქვენგანს. ვიჩქაროთ ამ პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილებას, სანამ დეტალურად არ გაანალიზებთ ყველაფერს. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, აქ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, როგორიც არის სწავლა, უცხოეთი მოგზაურობა, იურიდიული საკითხები. ასევე შესაძლოა განახლდეს ძველი გეგმები, რომელიც ადრე მაგალითად გადაიდო. კარგი დროა ცოდნის გაღრმავებისთვის, მომავლის დაგეგმვისთვის. შულტოსნებს რაც შეეხება ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფინანსებს, თქვენს სესხებს, მემკვიდრეობის საკითხებს, რომელიც შეშერებული იყო, შესაძლოა ფინანსური შემოთავაზებების გადახედვა მოგიწიოთ ამ პერიოდში. ასევე ეს პერიოდი ხელს შეგიწყობს შინაგანი ტრანსფორმაციის და ემოციური ტვირთისგან განთავისუფლებისთვის. ხის რქებს რაც შეეხება, აქ ურთიერთობები იქნება მთავარი თემა თქვენთან, შესაძლებელია დაბრუნდნენ ძველი პარტნიორები, ან გადაიხედოს არსებული ურთიერთობები, კარგი დროა გულწრფელი საუბრებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება უმჯობესია გადაიდოს ამ პერიოდში. მერწყულებს რაც შეეხება, აქ გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ რეჟიმს, თქვენს ჯანმრთელობასა და სამუშაო რუტინას. შეიძლება დაბრუნდეთ ძველ სამსახურში, ან შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი პირიქით განთავისუფლდეს ძველი პრობლემები, რომელიც სამსახურში არსებობდა. და რაღაცა ახალი ეტაპისთვის მზადება დაიწყოთ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან სიყვარული, შვილების შემოქმედება, თვით გამოხატვის თემები იქნება აქტუალური. შესაძლებელია დაგიბრუნდეთ ძველი გრძნობა, ან ადამიანები, რომელიც კვლავ დაგაფიქრებთ რაღაც თემებში. შემოქმედებითი კუთხით შეგიძლიათ ძველი იდეები ახალი ფორმით განახორციელოთ. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, ვისაც გსურთ ჩემთან კონსულტაცია, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, ან დამიკავშირდეთ